გორი თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში სპორტის სასახლეში გაიმართება. ტურნირში ჩაერთვებიან ქალი სპორტსმენებიც. ჩემპიონატი 24 აპრილს დაიწყება და 27 აპრილს დასრულდება. მიმდინარე კვირას 4 დღის განმავლობაში საკმაოდ საინტერესო საშეჯიბრო დღეები ელის ჭიდაობის მოყვარულებს, გორში გორი უმასპინძლებს საქართველოს ჩემპიონატებს თავისუფალ ჭიდაობაში, ჯერ ახალგაზრდებში და შემდეგ 15 წლამდელებს შორის, ასევე ქალთა ჭიდაობასაც. ესე იგი 24-25 აპრილს იქნება საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის, ანუ 20 წლამდელებს შორის, ხოლო 26-27 აპრილს უკვე 15 წლამდელები იჭიდავებენ. 24-25 აპრილს ახალგაზრდულ ჩემპიონატის პარალელურად ასევე ჩატარდება ჩემპიონატი ქალთა შორის ჭიდაობაშიც. ამაშიც მონაწილეობას ისევე როგორც რა თქმა უნდა ვაჟებს შორის მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი გუნდები, საკმაოდ ბევრი სპორტსმენი იქნება თავმოყრილი აქ და იმიტომაც აღნიშნავ რომ გორელ ჭიდაობის მოყვარულებს, სპორტის მოყვარულებს სპორტის სასახლეში საინტერესო საშეჯიბრო დღეები ელით. აქვე ისიც მინდა დავამატო რომ ჩვენ გასულ წლებში ამ ასაკობრივ კატეგორიაში, ასევე სხვა ასაკებშიც და დიდებშიც გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავედით თავისუფალ ჭიდაობაში და ახლაც რა თქმა უნდა იმედი გვაქვს რომ როგორც 20 წლამდელებში, ისე 15 წლამდელებში გორის გუნდი წარმატებით გამოვა. უშუალოდ გორიდან კი ამ შეჯიბრებაზე ორი დარბაზის წარმომადგენელი მოჭიდავეები მიიღებენ მონაწილეობას. ესენი არიან გორის ნუგზარსხირელის სახელობის სკოლის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელი სპორტსმენები და შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელი მოჭიდავეები. ასე რომ დასწრება თავისუფალია, შეუძლიათ მობრძანდნენ სპორტსმენები და მოკლედ საინტერესო დღეები გველის.